არის რაღაცეები, რისი ერთი ნახვით, ან ერთი წაკითხვით დაჯერება შეუძლებელია. ლოგიკა და საღი აზროვნების უნარი ადამიანს ხანდახან არ აძლევს საშუალებას დაიჯეროს ისეთი სიგიჟე და შიზოფრენია, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ტვინ გამრუდებულ LGBT თემის წარმომადგენლებს შეუძლიათ მოიფიქრონ. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შეუძლიათ ჩაიდინონ. საყოველთაო არანორმალურობას რომ წააწყდები ადამიანი ბუნებრივია პირველი რასაც ფიქრობ არის ის რომ ეს ყველაფერი ყვითელი ფეიკია და იწყებ ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწვებას. და როცა რწმუნდები რომ რეალურ ამბავთან გაქვს საქმე, იწყება გაოცების შემდეგი ეტაპი. ანუ როგორ შეიძლება ასეთი არანორმალურობა იყოს რეალობა? თუმცა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ლიბერალიზმის ანატომიის შემქმნელების და მაყურებლებიც არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ოლიგარქიული ოჯახების მიერ მხარდაჭერილი ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და მით უმეტეს ტრანსგენდერებისაგან აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი. არ არსებობს გარყვნილება, რომელსაც ისინი ვერ მოიფიქრებენ და ვერ მოიმოქმედებენ. ხანდახან მათი ქმედებები და საზოგადოებისათვის თავს მოხვეული სტანდარტები ისეთი სასაცილოა, რომ თავის შეკავება შეუძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ მალევე ხვდები, რომ ეს ყველაფერი სასაცილო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს. მოკლედ ბრიტანეთში მოხდა ამბავი, რომელიც ყველაზე გარყვნილი და გაუკუღმართებული აზროვნების ადამიანებს თუ შეიძლება მოუვიდეს თავში. ინგლისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან გარიცხეს 4 წლის ბავშვი. ყურადღება მიაქციეთ, საბავშვო ბაღიდან გარიცხეს 4 წლის ბავშვი. ჯერ ეს როგორი შიზოფრენია? წარმოიდგინეთ 4 წლის ბავშვს ბაღიდან რო გარიცხავ. მაგრამ თავარია რომ ეს პატარა ბავშვი ბაღიდან გარიცხეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ბრალდებით. 4 წლის ბავშვი, რომელმაც ჯერ ლაპარაკი და სიარულიც კი არ იცის წესიარად, ჰომოფობიაში, ანუ კაცთა მოძულეობაში და ტრანსფობიაში, ანუ ტრანსგენდერთა სიძულვილში დაადანაშაულეს და საბავშვო ბაღიდან გააგდეს. ეს ამბავი საკმაოდ ავტორიტეტულ გამომცემლობა ტელეგრაფში რომ არ გამოქვეყნებულიყო, ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ ინგლისის და ინგლისელების სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი რეალობა აღმოჩნდა. ქალაქის და საბავშვო ბაღის სახელწოდება გასაიდუმლოებულია. არც ბავშვის ვინაობა ხმაურდება და ბაღის არანორმალური აღზრდელების სახელებიც საგულდაგულოდაა დამალული. ასე რომ ჩვენ თავად უნდა ვიმარჩიელოთ ასეთი რა ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაული უნდა ჩაედინა 4 წლის ბაღის აღსაზრდელს, რომ ის დაწყებითი აღზრდელობითი დაწესებულებიდან გაერიცხათ. პირველ რიგში ალბათ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება 4 წლის ბავშვის მხრიდან უნდა გამოვრიცხოთ. სავარაუდოდ ბავშვმა რაღაც თქვა და სწორედ ეს გახდა ადმინისტრაციის მხრიდან მისი დასჯის მიზეზი. რახან ბავშვს ტრანსფობიაში, ანუ ტრანსგენდერთა სიძულვილში და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, ესე იგი ბაღის აღმზრდელთა შორის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ტრანსგენდერი უნდა იყოს. დაუშვათ რომ ვითომ ქალად გადაკეთებული კაბიანი და პომადიანი მამრი, რომელიც ლიბერასტული აღწყინებით ითხოვს ყველასგან, მათ შორის აღსაზრდელებისგანაც, რომ ქალბატონი დეიდა დაუძახონ. 4 წლის ბავშვი კი უეცრად მის გენდერულ აჯაბსანდალში ვერ გაერკვა და ბატონი ბიძია დაუძახა. შედეგად მთელი ადმინისტრაცია ბავშვის წინააღმდეგ დაირაზმა და ბაღიდან გააძევეს. ანუ პრობლემა ყოფილა არა ტრანსგენდერი აღმზრდელი, რომელიც საბავშვო ბაღში წამლავს ბავშვების ფსიქიკას და რყნის მათ ცნობიერებას, არამედ 4 წლის ბავშვი, რომელიც ბოლომდე ვერ ჩაწვდა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სტანდარტებს და ამის გამო დაისაჯა კიდეც. კიდევ ვიმეორებ, დადასტურებული ფაქტია, რომ 4 წლის ბავშვი ბაღიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეურაცხყოფისათვის გამოაგდეს. დანარჩენი კი ჩვენი ვარაუდებია, თუმცა დამეთახმეთ არც ისე არარეალისტური ვარაუდები. ერთ დროს კონსერვატორობით ცნობილი ბრიტანეთი დღეს სულ სხვა რამით იქცევს მსოფლიო ყურადღებას. LGBT პროპაგანდის შედეგად იქ ტრადიციული ფასეულობების მქონე ადამიანებისთვის ცხოვრება სულ უფრო რთული ხდება. და ერთი მეორის მიყოლებით შოკის მომგვრელი ფაქტების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულმა საბავშვო ბაღმა 4 წლის ბავშვის სასწავლო პროცესს ჩამოაშორა სქესობრივი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფის მიზეზით. ბავშვი, რომლის მონაცემებიც არ საჯაროვდება, სახელმწიფო საბავშვო ბაღიდან დროებით გათავისუფლდა 2022-2023 წლის სასწავლო წლის განმავლობაში. თუმცა ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გავრცელდა. გაერთიანებული სამეფოს განათლების დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაცია გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა. რა თქვა 4 წლის ბავშვმა LGBT პირებზე ასეთი,
რომ ბაღიდან მოკვეთეს უცნობია. ამას რატომღაც საგულდაგულოდ მალავენ. დიდი ალბათობით მიზეზი იმდენად აბსურდულია, რომ ბაღის ადმინისტრაციაშიც ხვდებიან. მიზეზის გასაჯაროების შედეგად მათ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. ბავშვის სასწავლო პროცესს ჩამოაშორეს LGBT მყარებლებმა, რადგან შესაძლოა 4 წლის მცირეწლოვანმა მაგალითად ვერ გაარჩია, რომელ გამოგონილ გენდერს მიაკუთვნებდა თავს რომელიმე ბაღის თანამშრომელი და მისთვის სასურველი ნაცვალსახელით არ მიმართა. ბრიტანეთში ჰომოფობიის გამო დევნილი არასრულწლოვნების სტატისტიკა კი ნამდვილად საგანგაშო მაჩვენებელზეა. განათლების დეპარტამენტის ახალი სტატისტიკის მიხედვით, ტრანსფობიური ან ჰომოფობიური ქცევის გამო სკოლიდან მოსწავლეთა დროებითი ან მუდმივი გარიცხვის შემთხვევები 2021-2022 წლების 164 შემთხვევიდან 2022-2023 წლებში 178 შემთხვევამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 94 ბავშვი სახელმწიფო დაწყებითი სკოლებიდან, მათ შორის 13 ბავშვი, რომლებიც მხოლოდ 4 ან 5 წლის იყვნენ, ტრანსფობიურ ან ჰომოფობიურ ქცევაში დაადანაშაულეს და ან დროებით შეუჩერეს სწავლის უფლება, ან სამუდამოდ გარიცხეს. როგორც ჩანს, LGBT პროპაგანდისტები პირდაპირ დაშინებაზე არიან გადასული, რათა როგორმე გააჩუმონ ბავშვები, რომლებსაც არ სურთ მაგალითად რომ კაბაში გადაცმული კაცი ასწავლიდეთ. LGBT მყარებლებს აღარც ბავშვების ასაკი აჩერებს და 3-4 წლის მცირეწლოვნებზე შურისძიებასაც აღარ ერიდებიან. სოციალურ მედიაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დისციპლინური მიდგომების გადახედვა მოითხოვეს. ყოფილმა მოცურავემ და ქალთა სპორტის აქტიურმა დამცველმა რაილი გეინსმა X-ზე დაწერა: ბრიტანეთში 4 წლის ბიჭი საბავშვო ბაღიდან ტრანსფობიის გამო გაათავისუფლეს. დიახ, სწორად წაიკითხეთ. მივაღწიეთ აბსურდის პიკს. წერალმა ჯოან როულინგმა აღნიშნულ ინციდენტს ტოტალიტარული სიგიჟე უწოდა და დაწერა: თუ ფიქრობთ, რომ პატარა ბავშვების სქესის გარჩევის უნარის გამო უნდა დაისაჯონ, მაშინ თავად ხართ სახიფათო ფანატიკოსი და არ უნდა გქონდეთ უფლება იმუშაოთ ბავშვებთან, ან გეკავოთ ნებისმიერი თანამდებობა, რომელიც ავტორიტეტთან არის კავშირში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ინციდენტთან დისტანცირება მოახდინა. მისმა პრეს-სპიკერმა ტელეგრაფს განუცხადა: ცხადია, პრემიერ-მინისტრი არ უჭერს მხარს ასეთ ზომებს. თუმცა აღნიშნა, რომ საქმის კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ გაუხმაურებელია. სპიკერმა ასევე დაამატა: მოსწავლეები და თანამშრომლები არასდროს უნდა გახდნენ შეურაცხყოფის ობიექტები, თუმცა ნებისმიერი ზომა, რომელიც ქცევის გამოსასწორებლად მიიღება, პროპორციული უნდა იყოს. განათლების დეპარტამენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მოსთხოვს სკოლებს იმოქმედონ მტკიცედ, თუმცა სამართლიანად. თავისუფალი სიტყვის კავშირის დირექტორმა, ლორდ იანგმა ტელეგრაფთან განაცხადა: ძნელად დასაჯერებელია, რომ სკოლები 5 წლამდე ბავშვებს ტრანსფობიის პოლიტიკის დარღვევისთვის აცილებენ სასწავლო პროცესს. თუ შენი იდეოლოგია იმდენად მკაცრია, რომ მცირეწლოვნის დასჯა სამართლებს, ეს არგუმენტად საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი იდეოლოგია საერთოდ უარყოთ. განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა: ყველა მოსწავლე და თანამშრომელი უნდა გრძნობდეს თავს დაცულად და უსაფრთხოდ სკოლაში და არ უნდა შეეჯახოს ძალადობას ან შეურაცხყოფას. განათლების დეპარტამენტის მონაცემებით 2017 წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა მოსწავლეთა გარიცხვის მაჩვენებელი. ბრიტანეთის სკოლებში ადრეც მომხდარა ტრადიციული ფასეულობების მქონე ადამიანების დაჩაგვრა. რამდენიმე წლის წინ ირლანდიის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ვილსონის ჰოსპიტალის სკოლის მაშინდელმა დირექტორმა ნიამ მაკშეინმა მასწავლებლებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მოსწავლე 17 წლის ბიჭი სქესს იცვლიდა და პედაგოგებს მისთვის აღარ უნდა მიემართათ მამრობითი სქესის აღნიშნული სიტყვით. მათ უნდა გამოეყენებინათ მისთვის სასურველი სახელი ან ნაცვალსახელი. დირექტორმა ახალი დირექტივის გაცემისას ისიც აღნიშნა, რომ მოზარდის მშობლებმა ამაზე სკოლას თანხმობა განუცხადეს. სკოლის მასწავლებელმა ენოკ ბერკმა უარი თქვა ტრანსგენდერისთვის მისთვის სასურველი სახელით და ნაცვალსახელით მიმართვაზე და დირექციის მოთხოვნა არ შეასრულა. ამის გამო ბერკს მოსწავლემ არც მეტი არც ნაკლები უჩივლა. პირველად ციხეში ბერკი სწორედ მაშინ 2022 წლის მაისში მოხვდა. თავიდან მას სკოლაში მისვლა აუკრძალეს. მოსამართლე მაიკლ ქვინმა თქვა, რომ დროებითი ბრძანება უკრძალავდა ბერკს სკოლაში მისვლას ან სწავლებას 7 სექტემბრამდე, ან შემდგომ გაფრთხილებამდე. ამასთან ერთად სასამართლოს დადგენილებით ბერკს ყოველ ჯერზე 700 ევროს გადახდა მოუწევდა იმდენჯერ, რამდენჯერაც სასამართლოს დადგენილებას დაარღვევდა და სკოლის ტერიტორიაზე გამოჩნდებოდა. ბერკმა დაარღვია მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი
და აკრძალვის მიუხედავად განაგრძობდა სკოლაში ყოველდღე სიარულს. შედეგად ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში გაუშვეს. ოღონდ პარალელურად დაჰპირდნენ, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ თუ სკოლის დირექციის ბრძანების შესრულებაზე სიტყვიერად მაინც განაცხადებდა თანხმობას. მაგრამ პრინციპულმა მასწავლებელმა თქვა, რომ ეს იქნებოდა მისი უარის თქმა რელიგიურ მრწამსზე. ჯიუტმა მასწავლებელმა პატიმრობა მოიხადა, თავისუფლებაზე გამოსულმა კი ისევ სცადა თავის მოსწავლეებთან შეხვედრა. 2023 წლის დასაწყისში ბერკი სასწავლებელში მივიდა. ის დარჩა საკუთარი თავის და პრინციპების ერთგული. მან არ მოიხსენია ტრანსგენდერი მოსწავლე მისი გენდერული იდენტობით და არ მიმართა მას უსქესო ნაცვალსახელით, როგორც ეს სკოლაში იყო მიღებული. მართალია სკოლას უკვე სხვა ახალი დირექტორი ჰყავდა, მაგრამ ძველის მსგავსად არც ახალ დირექტორს შეუცვლია პოზიცია. შედეგად ბერკს ახალი სასჯელი მიუსაჯეს. კვლავ პატიმრობა და სკოლასთან მიახლოების აკრძალვა. ამასთან ერთად მას უკვე საკმაო ოდენობის ფინანსური ჯარიმაც დაუგროვდა. თითქოს უნდა ესწავლა ჭკუა ბერკს. შეგუებოდა, რომ სკოლაში, სადაც ის ასწავლიდა, ისეთი აღარასდროს იქნებოდა, როგორც ადრე და აქ ახალი გაურკვეველი სქესის ადამიანების, ტრანსგენდერების და უსქესოების ერა იწყებოდა. მაგრამ ენოკ ბერკი არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც თავის პრინციპებს მარტივად თმობს, მუქარების, დაკავებების, შიშის თუ რაიმე სხვა ზეწოლის შედეგად. და აი, ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ენოკ ბერკისთვის კი ეს დღე რიგით მესამე დაკავებით დასრულდა. 2024 წლის 1 სექტემბერს ის სკოლის ტერიტორიაზე მივიდა. ირლანდიის უესტმიტის საგრაფოში ვილსონის სკოლის მასწავლებელი ენოკ ბერკი პოლიციამ სკოლის კამპუსის შესასვლელთან დააკავა. ამჯერად ის ფორმალურად არა მისი შეხედულებებისთვის, არამედ სკოლის ტერიტორიაზე გამოჩენისთვის დააკავეს, რაც სასამართლოს ძველი გადაწყვეტილებით აკრძალული ჰქონდა. 2025 წლის 7 მარტს მასწავლებლის საქმე კვლავ დაბრუნდა ირლანდიის უზენაეს სასამართლოში. The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიის სახელმწიფო გეგმავს ჯარიმების ანაზღაურების მიზნით ეცადოს ბერკისგან თანხის ამოღებას. პარალელურად მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საქმე გასაჩივრებულია და საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლეებს ამ დრომდე არ მიუღიათ. ფაქტია, LGBT პროპაგანდა სულ უფრო დაუნდობელი ხდება და არათუ ზრდასრულებს ან არასრულწლოვნებს აღარ ინდობენ, არამედ უკვე მცირე წლოვნებსაც ავიწროვებენ. როგორც ნახეთ, ტრანსფობიისა და ჰომოფობიის გამო სასწავლებლებიდან სამუდამოდ გარიცხულთა რაოდენობა ბრიტანეთში არანორმალურად დიდია. მხოლოდ დაწყებითი კლასებიდან გამოგდებულთა რაოდენობა 2022-23 წლებში 94 მოსწავლეს შეადგენს. აქედან 10 ბავშვი პირველკლასელია, ანუ 6 წლის, 3 ბავშვი მეორეკლასელია, ანუ 7 წლის. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ბრიტანეთში ბაღის აღსაძნელები და პირველკლასელები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით LGBT ტერორში იმყოფებიან. ისე ცოტა რიტორიკულად კი ჟღერს, მაგრამ მაინც საინტერესოა, საით იყურებიან ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები ბრიტანეთში. თუ რა თქმა უნდა, ასეთები ჯერ კიდევ არიან ამ ქვეყანაში. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. იქ, სადაც LGBT შიზოფრენიკები უკვე 4 წლის ბავშვებს დაერივნენ, ნებისმიერი ადამიანის მინიმალურ უსაფრთხოებაზე საუბარიც კი აღარ ღირს. ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ლიბერალ-ლეიბორისტული ხელისუფლება ქვეყანაში ყველაფერი ჯანმრთელის განადგურებაზეა გადასული. ეს კი უკვე ამ გარყვნილი ფსევდო-იდეოლოგიის სერიოზულ კრიზისზე მეტყველებს, აგონიაზე, ანუ გარდაუვალი გარდაცვალების წინა კლინიკურ პერიოდზე. დროებით.